ხვალ 2013 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის განხილვა. დაბარებულები არიან ჯემალ ლეონიძე, მაგნატის მესაკუთრე, მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. დეტალებს მერგი ნარსავიძე გაგვაცნობს. ჯემალ ლეონიძე ხვალ კომისიის სხდომაზე დეტალურად გაიხსენებს ნავთობ კომპანია მაგნატის საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კიდევ ერთხელ ისაუბრებს იმაზე, თუ რა როლი ჰქონდა მისთვის ბიზნესის წართმევასა და შემდეგ კეზერაშვილისთვის გადაფორმებაში სწორედ მამუკა ხაზარაძეს. ამ დეტალებს საზოგადოება ჯემალ ლეონიძის მხრიდან მოისმენს, რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აპირებენ თუ არა ისინი მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და დაესწრონ სხდომას და წარმოადგინონ საკუთარი პოზიციები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა ისინი ქრონიკის ზარებს არ პასუხობენ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის წევრებს, ისინი ხაზარაძე ჯაფარიძეს კანონს ახსენებენ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ, რომ კომისიის სხდომაზე არ მოვიდნენ. დღეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე და იმ საკითხების მნიშვნელობაზეც ასევე, რომელსაც შეისწავლის სწორედ საგამოძიებო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა მოусმინონ ამ სხდომებს და გაიგონ, თუ ვინ არიან კონკრეტული პოლიტიკოსები და რა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც ცდილობენ პერიოდულად საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შეიყვანონ შეცდომაში. სავალდებულო არის და მათივე ინტერესია, რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი. მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე ქვეყნის გარეთაც კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე. ამ ყველაფერზე, რასაც ამ დღეებში ვისმენთ და კიდე მოვისმენთ, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ქონდა ანთებული ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს, ამ წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე, ყველაფერ ამასე ქონდა მწვანე შუქი ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან. ამიტომ ხვალაც მნიშვნელოვანი მომენტი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები არიან ზოგი პოლიტიკაში, ზოგი მედიაში, BMG ხელმძღვანელი ბატონი ისაკაძე იყო თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის სქემისა, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის მაშინ მოწყობილი სქემა და ამ სქემის მონაწილეები, ბიზნესის რეკეტიორები, ისაკაძის მსგავსი მორალის ადამიანები დღეს საუბრობენ ბიზნესზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ქადაგიძე ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილე არის ერთ-ერთი ბანკის გაკვეტრებისა და შეგახსენებთ, ის როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ჩართული ბანკის გაკვეტრებაში. აი ამ მოძალადე რეკეტიორ ადამიანებთან მქონდა საქმე და დღესაც ზუსტად იგივე ხალხი არის, ვინც ვითომ ოპოზიციას წარმოადგენს, ზუსტად იგივე ხალხი არის, ვინც ქუჩაში დგას. რომ ვეცნობი ამ მასალებს კიდევ ერთხელ თვალწინ ცოცხლდება ის უკანონობის, ძალადობის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ცინიზმის მთელი ეპოქა, რომელიც ასაც ნაციონალური მოძრაობის დროს ჰქონდა ადგილი და ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ასეთი ვითომ ხელისუფლებაში არ მყოფი გარკვეული პირების საქმეები, რომლებიც ამ დროს სინამდვილეში ჩართული იყვნენ ხელისუფლების ამ ძალადობრივ მექანიზმების აღსრულებაში. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის მაგნატის საქმე, რომელსაც როცა ვეცნობით საქმის მასალებს, რომლებზეც უკვე სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არსებობს, როცა ვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებული იყვნენ, მართლა კიდევ ერთხელ შოკს განვისვით, თუ რამხელა ცინიზმი და რამხელა უსამართლობა იყო იმ ხელისუფლების პირობებში და ამ უსამართლობის შემადგენელი ნაწილი იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ეს ვლინდება ძალიან ბევრ საქმეში, როცა ხელისუფლება მათი მეშვეობით ადამიანებს ატერორებდა, ადამიანებს ართმევდა ბიზნესს და შემდეგ ეს ბიზნესები ზოგჯერ რჩებოდა ისე ხაზარაძე ჯაფარიძის ხელში, ზოგჯერ გადადიოდა მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე საბოლოოდ. ეს არის იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული
დამუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს წარმოადგენდა ეს ორი ადამიანი. უნდა მოვიდნენ წესით, პატევი უნდა სცენ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს კონსტიტუციას და მგონია რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ ამ კითხვებს თუ არ მოვლენ, ამ შემთხვევაშიც არსებობს შესაბამისი მექანიზმები გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში. სამწუხაროდ ამ პროცესებში, რასაც ქვია რეჟიმის დაცმოძრაობის მიერ დატერორება ადამიანების, მათ შორის ბიზნესის რეკეტები, მონაწილეობდა საკმაოდ აქტიურად TBC ბანკი. ამ შემთხვევაში ჯაფარიძე, ხაზარაძე. ფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ უარის შემთხვევაში იციან, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არსებობს, ეს იქნება ღია დადასტურება იმისა, რაც მათ წინააღმდეგ ისედაც არსებობს საზოგადოებაში და ზოგადად დოკუმენტებში თუ როგორ ხდებოდა სამწუხაროდ მათ მიერ გაგზავნილი ადვოკატების საპატიმროში გაგზავნილი ადვოკატების მხრიდან ხელშეკრულებების შეთავაზება. საპატიმროში, როდესაც პატიმარზე სესხს გასცემ, იცი რა სიტუაციაა საპატიმროში და ამავდროულად წილებს გადააფორმებინებ და ამაში შე როგორც ბანკი მონაწილეობ. ბუნებრივია რომ ამ აქ ეჭვიც კი აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ სავარაუდო მონაწილე ხარ აი ამ რეკეტების. თავად ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ კომპანიის მფლობელს თავაზეს, რომ TBC ბანკი შეიძენდა 25%-ს. მანამდე იძულების წესით მთლიანად დააფარინეს, აბსოლუტურად მთლიანად დააფარინეს კრედიტი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მფლობელი ეუბნებოდა, რომ ამ კრედიტის დაფარვით კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა, ჯერ დააფარინეს და შემდგომ აი ესეთ სიტუაციაში შესთავაზეს, რომ TBC ბანკი შეიძენდა წილს აი ამ კომპანიაში და მე შემდგომ არსებობს კიდე გაგრძელებები, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთ ეპიზოდიანი საქმე და სწორედ ამიტომ კომისიაზე ჩვენ დავიბარეთ ამ კომპანიის დამფუძნებელიც, მისი ადვოკატიც და ხაზარაძე, ჯაფარიძეც. ნავთობ კომპანია მაგნატის საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ დეტალს საზოგადოება ხვალ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოისმენს. ეს მეგინ არსავიძე იყო.